მოგესალმებით, მეგობრებო. 13 ივლისს ვიწყებთ ასტროფსიქოლოგიის სასწავლო ორთვიან კურსს და ეს არის ჩემი რაღაც ისეთი განსაკუთრებული სასწავლო კურსი, რომელშიც ფსიქოთერაპევტიც მიიღებს მონაწილეობას და ისიც ჩაატარებს ლექციებს და ასტროლოგიური კომბინაციებს გავივლით როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკაში პირადი რუკების გამოყენებით. ეს კურსი არის ძირითადად უფრო ასტროფსიქოლოგიის განხრით, რომ საკუთარი თავი შევიცნოთ, ვიპოვოთ ჩვენი თავი, ოღონდ ემოციურ დონეზე, ფსიქოლოგიურ დონეზე და არა უბრალოდ მაგალითად ანალიზებში, რომ სადღაც რაღაც კომბინაციები გვაქვს და ბედი იქითკენ წაგვიყვანს, ხო? ჩემი მიზანი არის, რომ ასტროლოგია და ფსიქოლოგია შინაგანად იყოს გაერთიანებული ჩვენში და არა სადღაც მაგალითად შორს და მაგიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ თერაპიული პრაქტიკებიც, ფსიქოთერაპიული ასტროლოგიის განხრით, ოღონდ, როდესაც პირად რუკას უყურებთ და კარმულ ასპექტებზე, მაგალითად ოჯახურ ველზე გვაქვს საუბარი, ამის გაცნობიერება მოხდეს, ხო, გაცნობიერება, როდესაც ჩვენ ვიცხოვრებთ ამ ასპექტებს, უფრო შინაგანად თერაპიულად ვიცხოვრებთ ამ ასპექტებს, მან ხშირად ნახულობენ ზუსტად წინა კურსებიც, მაგალითად ნახულობენ ასტროლოგიის აბსოლუტურად სხვა განხრას, გამოყენების, ასტროლოგიის და მეშვეობით ჩვენ თავში ჩაღრმავების და ბედის შეცვლისაც კი ტენდენციებს, ანუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ნამდვილად ნათელ რუკაზე. ხშირად არის როგორი ტენდენცია, იცით, რომ აი რუკის სწავლა უნდათ, ასტროლოგიური კომბინაციების სწავლა უნდათ, მაგალითად, თუმცა თერაპიულად, როცა მიუდგებით და უკვე ფსიქოლოგიასაც შემოვიყვანთ და ზუსტად ფსიქოლოგია მაგისტრის მოვიწვიე კურსზე, რომ რა 2 ლექცია მან წაიყვანოს, რომ უკვე ასტროლოგია როგორ გამოვიყენოთ შემდგომ ფსიქოლოგიური ცოდნიდან გამომდინარეც, ანუ რა გვჭირდება დამატებით იმისთვის, რომ ასტროლოგიურ კომბინაციებს, ეგ სხეულზე ორიენტირებული თერაპია, რომ გავიგოთ საერთოდ რა არის, დაცვითი მექანიზმები, რომ გავიგოთ რა არის, რომელ სცენარში ვართ, ხო, რომ აქედან გამომდინარეც ასტროლოგიური ინფორმაციები ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტებში ჩვენ დავამუშაოთ და გავაცნობიერთ, ეს არის მე მგონი ახალი სიტყვა ასტროლოგიაში, ახალი მიმდინარეობა და ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ნენოლა შემომაქვს ეს ფსიქოლოგიისა და ასტროლოგიის სინთეზის რაღაც ახალი მიმართულება, ესე რომ ვთქვათ, და გეშტალტ-თერაპევტი ძალიან კარგად არის, ესე რომ ვთქვათ, ზოგადად მთელ ფილოსოფიურ მიმდინარეობებში, თავის ასტროლოგიით, თავისი მაგალითად არქეტიპებით, იუგისეულით, ხო, ძალიან კარგად არის გარკვეული ამ თემებშიც და ეს უკვე ზოგად ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ ასპექტშიც გაანალიზებს, მაგალითად, სპეციალურად შედგენილ აი ამ ლექციებში გაანალიზებს სტუდენტებს, ესე რომ ვთქვათ, ესე მეძახის სტუდენტებს, მეც სტუდენტი ვარ სადღაც სხვა სფეროში, მაგრამ მაინც დაამსწრებს, შაახედებს იმ სიღრმეებში, იმ არაცნობილ სიღრმეებში, რომელიც ასტროლოგიაში ჩვენთვის ძალიან ისეთი არის, აი გვიჭირს აქ შეხება, ხო ხდებით, აი ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან, აი ყველა ასტროლოგი მოვიარე და ეხლა თქვენთან მოვედი და სიამდვილეში რა ხდება, იცით, რომ ინსტრუმენტები არ აგვაქვს ჩვენ, ფსიქოლოგიური ინსტრუმენტები არ აგვაქვს, ეს რუკა როგორ გადმოვიტანოთ ჩვენთან, როგორ უნდა ვიცხოვროთ, აი ეს ჩვენი შინაგანი სამყარო. უბრალოდ ასტროლოგია მიგვითითებს დიდი გრძელი გზის გარეშე მოკლე დროში. შეიძლება აქ მივიდეთ ჩვენ ჩვეულებრივად, თუმცა ასტროლოგიაში რაღაც სამყაროს კანონები არის, რაღაც უფრო ფილოსოფიურად აღვიქვამე ასტროლოგიას, მაგრამ მართალი რო გითხრათ, და ამ ფილოსოფიურ, ამ სამყაროს დიდ კანონებში გვახედებს და აი ამ კანონებში ჩვენ ნამდვილ, როგორც გეშტალტ-თერაპიას უყვარს თქმა, ავთენტურ მესთან გვაახლოვებს, ხო? აი ნამდვილ მთლიანობაში გვკრავს უკვე მთელ სამყაროსთან, ესე რომ ვთქვათ და აი ეს კურსი, სადაც მე წავიკითხავ ლექციებს და ახლობით 40 საათი გამოდის და ეს იქნება თეორია თავის სლაიდებით, თავისი ვიდეო ჩანაწერებითაც ჯგუფში ასევე დაიდება ვიდეო ჩანაწერები ყოველი ჩვენი ლექციის და ეს რჩება მერე და სულ უბრუნდებიან, იმიტომ დიდი მასალა არის ეს, რომ პერიოდულად სულ უნდა ვისმინოთ, ახალ რუკას ნახავთ, კიდე უნდა დაუბრუნდეთ. ეს არის რაღაც ძალიან დიდი ინფორმაცია, ემოციურად გადასახარშად დიდი ინფორმაცია არის და არა ის, რომ აი დავისწავლე რაღაცა საგანი და ზეპირად ვიცი, ხო, ეს არის გასააზრებელი საცხოვრები ენერგია, რასაც გვია და აი ამ თერაპიულ
თერაპიას რატო ვეძახი ამას, იმიტომ რომ როცა აი ამ ვენერას ასპექტებზე გვაქვს მაგალითად ჩართული იქ რა ყოველ წინაზე დაახლოებით 25 ადამიანი იყო წინა კურსზე და წარმოედგინეთ ყველასთან თერაპიული ჩართვა გქონდა, ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი ჯგუფთან ერთად ჩვენ გავიარეთ, ეს შევეხეთ, ემოციურად გავიაზრეთ და ვიმუშავეთ, როგორ უნდა დავამუშავოთ ეს ასპექტები ფსიქოლოგიურად, ხო? და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რეალობაში პრაქტიკული ასტროლოგია თავის ფსიქოლოგიური ტენდენციებით აბსოლუტურად სხვანაირად ჩანს და ჩემი მიზანიც არის აი ამ ენერგიასთან მოვიდეთ თანხwebdriverში, ხო? აი ამ სიღრმესთან შევიდეთ უკვე ფსიქოლოგიურად და ვისაც გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ მომწეროთ, შეგიძლიათ დაესწროთ ამ ლექციებს, მე ვინც ვერ მოახერხებს ყოველ შაბათ კვირას გაიმართება, ზოგჯერ თითო შაბათს ან ერთი კვირა დღე იქნება, ან ყოველთვის ესე გადაბმულად არ ვაკეთებ, რომ დასვენების დღეც კონტეს ადამიანს, ხო? და რეალურად ეს არ არის მარტო სწავლა, სასწავლო კურსი, ეს არის ცხოვრებისეული, აი მთელ წარსულს ვამუშავებთ ხოლმე აქ ჩვენ ბედზე, ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს მომავალზე, ან თერაპიულად მეც მათ შორის, ხო, მონაწილეებთან ერთად მეც თერაპიულად გავდივარ ფაქტიურად, ყოველი ადამიანი ახალი ისტორიით, ახალი ემოციით, ახალი ტენდენციებით რუკის, თუნდაც ან მომავალში რა ტენდენციაც აქვს, ხო? აი ამას ერთად ვცხოვრობთ ხოლმე ჯგუფი და ძალიან საინტერესო კურსი არის ჩემთვის პირადად ძალიან აი ისე კარგად ბედნიერად ვიყავი წინა კურსზეც ისეთი კარგი ხალხი იყო თანმოსული იყოს მიმართლებს ადამიანებში სხვადასხვა მინდა აღნიშნო ყოველთვის საუკეთესო ხალხი მოდის ხოლმე ჩემთან ძალიან გაცნობიერებულები და ძალიან ინტელექტუალურები და ემოციური ინტელექტითაც საკმაოდ განვითარებულები და ძალიან ვისიამოვნე მათთან ურთიერთობით ფაქტიურად დღეში 6 საათს ვატარებდით ლამის ერთად და ძალიან ზეთი ჩართული ჯგუფი ყავდა თერაპიულადაც და ახალი მეგობრებიც შევიძინეთ ამასობაში და ვისაც გააქვთ სურვილი ასტროლოგიას შეეხოთ ოღონდ პიროვნულ განვითარებაში თქვენ თავზე იმუშაოთ რეალურად შეცვალოთ ის რაც არ მოგწონთ და ის რაც მოგწონთ თქვენში აღმოაჩინოთ და განავითაროთ აი მაშინ გელოდებით აი ამ ძალიან საინტერესო კურსზე და ძალიან მიხარია რომ საქართველოში ქართულ ენაზე არის ესეთი კურსი ასტროლოგიური, სადაც ფსიქოლოგიასაც ერთად გავდივართ, ასტროლოგიასაც გავდივართ, თერაპიულადაც მუშაობთ, მაგალითად, ხო? და ჩვენ თავში ჩვენს აღმოჩენებში ვართ, ჩვენს თავს სწავლობთ, ჩვენს სამყაროს ვეცნობით შინაგანად, ხო? მან ძალიან ბევრი სისტემა გვაქვს იქ ენერგეტიკულ პრაქტიკებზეც, გვაქვს ხოლმე საუბარი, ეგ შიგნითა ბლოკები როგორ დავიპოვოთ, მაგალითად, სატურნი ფაქტობრივად ეს არის ემოციური, ენერგეტიკული, კარმულიც ესე ვამბობთ ხოლმე ბლოკები, ამას ცალკე კიდე მეთოდოლოგია აქვს, როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ ბლოკებზე, ასე რომ ძალიან საინტერესო კურსი მაქვს და ძალიან გელოდებით და ყველა ინფორმაცია YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე ყველგან არის, ჩემ ჯგუფშიც არის, დახურილშიც, ღია page-ზეც და შეგიძლიათ მომწეროთ, შემეხმიანოთ, ვისაც გექნებათ სურვილი აი ამ რაღაც ჯადოსნურ ზეთ ორთვიან დიდ სამყაროში პიროვნული განვითარების და ასტროლოგიისა და ფსიქოლოგიის დიდ სამყაროში შემოხვიდეთ ჩემთან ერთად და დროებით გელოდებით.